მიმართა შენს მფარველ ანგელოზს, როცა ამის საჭიროება და მოთხოვნილება გაქვს. ითვლება, რომ მფარველი ანგელოზი საერთოდ მოვლენილია ჩვენთვის იმისთვის, რომ რამე ცუდისგან დაგვიფაროს. თუმცა მფარველ ანგელოზს არ აქვს საშუალება თუ ჩვენ თვითონ არ მოუხმობთ იმისი, რომ ჩვენ ცხოვრებაში ჩაერიონ და რამე გააკეთონ. ეს იქნება ის სიტუაციები, როცა მაგალითად რთული ემოციური მდგომარეობა გვაქვს, ან რაღაცა ცხოვრებისეული პრობლემები გვაქვს, ამ შემთხვევაში მფარველ ანგელოზს არ აქვს უფლება თავისი ნებით ჩაერიოს. გარდა შემთხვევებისა, როცა არის რამე სერიოზული, მაგალითად ავარია, რაზეც უკვე მფარველი ანგელოზი თხოვნის გარეშე ერთვება საქმეში და გვიფარავს ამ თუ იმ სიტუაციაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა თავს რთულ მდგომარეობაში, ცხოვრებისეულ პერიოდებში ან ემოციურად რთულად იგრძნობთ საკუთარ თავს, ძალიან ხშირად და ემოციურად მიმართოთ თქვენ მფარველ ანგელოზს, ხმამაღლა თქვენი სიტყვებით, ისე რომ მან გაიგოს. ეს სიტყვები ასეთია: ჩემო მფარველო ანგელოზო, ჩემთვის უფლისგან მოვლენილო, ჩემს დასაცავად, გთხოვ გამინათე გონება და გამინათე თვალები, ვიარო სწორ გზაზე. გამიძეხი წინ და უკან გამოყვები მე. მაჩვენე რომელია სწორი გზა. დამიცავი ხილული და უხილავი მტერისაგან. მომეცი ნათელი გონება, რათა განვასხოვო კარგი და ცუდი ერთმანეთისგან შენი დახმარებით. ვიცი, რომ სულ ჩემს გვერდით ხარ და არასდროს მტოვებ. მადლობა, რომ უფლის სახელით მიცავ მე. წაიკითხეთ ეს სიტყვები, მოუხმეთ თქვენს მფარველ ანგელოზს, გაესაუბრეთ და რაც მთავარია, როცა ამ ლოცვას, ამ სიტყვებს ილაპარაკებთ, გაესაუბრებთ თქვენს ანგელოზს, აუცილებლად ეს ყველაფერი მთელი გულით, მთელი არსებით უნდა შეიგრძნოთ. იმისთვის, რომ ნამდვილად მოუხმოთ თქვენ მფარველ ანგელოზს და ეს არ იყოს უბრალოდ სიტყვები და დამიჯერეთ, დარწმუნებით გეუბნებით 1000%. თქვენი მფარველი ანგელოზი იქნება ყველა სიტუაციაში, მაშინ უკვე თქვენ გვერდით. მფარველი ანგელოზები გფარავდით.